Folding-ი შრეების დანაოჭებაა. ზოგჯერ მიწის შრეები არ იწევიან პირდაპირ ზევით, არამედ იჭყლიტება და იკეცება. ეს ქმნის ნაოჭა მთებს. შრეები იკეცება როგორც ტილ, რომელიც ზეწოლის ქვეშ იკუჭება. ასეთი მთებია კავკასიონი, ალპები და ანდები. Folding-ი გვიჩვენებს, რომ მთა არის ქერქის მოქნილი რეაქცია. ვულკანური მთები. სულ სხვა გზით იქმნება ვულკანური მთები. როცა მაგმა მიწის ქერქიდან ამოდის და ლავად გადაიქცევა, დროთა განმავლობაში ფენებად ილექება და ქმნის მთას. მაგალითად, ფუჯი იაპონიაში, ვეზუვი იტალიაში ან არარატი კავკასიაში. ვულკანური მთები ხშირად კვლავ აქტიურია და მათი ფორმა მუდმივად იცვლება. ფაქტები და მაგალითები. ყველაზე მაღალი მთა ევერესტი 8858 მეტრი. საქართველოში ყველაზე მაღალი მწვერვალი აშხარა 5201 მეტრი. ზოგი მთა ზღვის ქვეშ იწყება, მაგალითად, ჰავაის ვულკანები. მთის წარმოშობა ასახავს რეგიონის გეოლოგიურ ისტორიას, ამიტომ გეოლოგები მთებს წარსულის ქრონიკას უწოდებენ. მთა ეს უბრალოდ ბუნებრივი ლანდშაფტი არაა. ის დედამიწის ცოცხალი ისტორიის შედეგია. ტექტონიკა, folding-ი და ვულკანიზმი ქმნიან იმ სილამაზეს, რასაც ყოველდღე ვხედავთ. გამოიწერე გეოკორი, ვაგრძელებთ დედამიწის საიდუმლოების აღმოჩენას მარტივად.